ვერაფერს არ უსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას, როგორც მდგომარეობაში დღეს უკრაინა იმყოფება. დღეს უკრაინა არის განსაცდელში, სისხლისგან იცვლება და შევჩენკოს რაც შეეხება, ის არის ის ჭირისუფალი. როგორც ქართველ კაცს შევიდე პოლემიკაში ჭირისუფალთან, ეს კატეგორიულად მიუღებელია, ან რაიმე განმარტებები ვაკეთო აღნიშნულთან დაკავშირებით. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე დამთავრდება ის საშინელება უკრაინაში.